სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოყვა ჟურნალისტურ გამოძიებას, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ კახეთში ერთ-ერთი ფერმა ძროხებს ქათმის ნაკელით კვებავდა და სწორედ ეს კომპანია ამარაგებს რძის ნაწარმით ქართულ ბაზარზე ცნობილ მწარმოებლებს. მომხმარებლებისთვის გავრცელებული ინფორმაცია შემაშფოთებელი არის და აცხადებენ, რომ აუცილებელი არის საკითხით სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესდეს და განცხადება გააკეთოს. საგანგაშოა ეს ინფორმაცია, რაც გაჟღერდა ფერმასთან დაკავშირებით, იმასთან დაკავშირებით თუ საკვებად რა არის გამოყენებული ძროხების საკვებად, რომლისგან მიღებული რძის პროდუქტები შედის მაღაზიაში და მომხმარებელი მოიხმარს. თუმცა ვფიქრობ, რომ ამით პირველ რიგში უნდა დაინტერესდეს, რა თქმა უნდა, სურსათის ეროვნული სააგენტო, უნდა ჩატარდეს შესაბამისი მოკვლევა აუცილებლად და რა თქმა უნდა, შესაბამისი მსვლელობა უნდა მიეცეს ამ საქმეს, იმიტომ რომ აქ მომხმარების უფლებები, რა თქმა უნდა, დარღვეულია და რამდენად ჯანმრთელია ის პროდუქტი, რასაც ჩვენ დახლებზე საკმაოდ ძვირად შევიძენთ, რამდენად ჩვენთვის საფრთხოა, ეს ყველაფერი უნდა გამოკვლეული იქნეს სახელმწიფოს მიერ. მე პირადად სიმართლე გითხრათ, უპირატესობას ვანიჭებ ისეთ რძეს, რომელსაც საძოვარზე მყოფი ძროხა იწველის და ის მიმაჩნია, რომ ის არის უნებელი, თუმცა სამწუხაროდ საძოვრები, რაც შემცირდა კახეთის რეგიონშიც ძროხები აღარ ყავს მოსახლეობას და ეს ძალიან სამწუხარო არის. ალბათ კერძო მეურნეობა და ეს ბიოლოგიური მეურნეობები უნდა იყოს განვითარებული და ამაზე უნდა იყოს ხელისშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან. არ უნდა მოხდეს ეგრე, რომ აჭამონ ეგრე ხალხი დაიხოცება და არასასურველი იქნება მოსახლეობისთვის ის რძის ნაწარმი. უნდა გამოიკვლიონ და დაისაჯდნენ ისინიც, ვინც მასე გააკეთა. აუცილებლად